ბაბუს მეცადინეობის ამბავი არასოდეს გამომისთია და როგორ დამწყდა ეხლა გული. ბაბუა შენ დირექტორი იყო ეხლა და ეცა? არა, ბაბუა აღარ იყო დირექტორი, მე რო დავიბადე, მაგიტო დაანება სკოლას თავი და მე მზრდი და. ხო და ანუ მეცადინეობა, ზღაპრების კითხვაც, ანუ ეგენი ძალიან დიდი დოზით იყო ჩემს ბავშვობაში ბაბუსთან და მაგიტომაც ვიყავით მე და ბაბუ მაგარი მეგობარი. განუყო პირველი შეყვარებული რო ანუ მეუღლე ეხლა ვინც არის. ბაბუს უთხარი და ოცნება თქონდა რომ გვანცა გაეცნო. აი ოცნება იყო ჩემი ცოლი ენახა. და რო გაიგო შეყვარებული ვიყავი, მაშინ უკვე თბილისში ვიყავი, შაბათ-კვირა ჩავდიოდი ხოლმე სურამში და ყოველ ჩასვლაზე მაყოლებდა მთელი კვირის ამბებს, როგორ შევხვდი გვანცას, ყველაფერი საქმის კურსში იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოესწრო, ანუ გარდაიცვალა, სანამ დავოჯახდებოდით და აი ყველაზე დიდი გულის ტკივილი თუ რამეზე მქონია ცხოვრებაში არის ის, რომ ბაბუ ჩემ ოჯახს ვერ მოესწრო. არა უშავს. დარწმუნებული ვარ, უხარია. შედნიერია. არა, გამახსენდა მერი ბებომ უბისაში მასწავლა ის საკაცო. და არ დადეგებზე ორბებო და მაგრამ ენაო ჩემო დედაო ენაო შენ ჩემო ნიჭოს რბო მახსოვს კიდე როდის აბობს დასწავლა. ხო, რაღაცა საფუძვლიანად უსწავლებია. მეცადინეობა.